ვალერი ჩეჩელაშვილი ამ ზადრომ უპასუხოს ჩვენს კითხვებს, ის აქციაზე მივიდა უკვე, ხოთ გამოვიცანი რომ ხართ უკვე აქციაზე დროულად მისული. მოგესალმებით ბატონო ვალერი. მოდი დავიწყოთ აი ამ მთავარი აქცენტების შეფასებით, რაც მე წავიკითხე, თქვენც ნახავდით უეჭველად გულისხმობ შეერთებული შტატების მხრიდან დღეს გაკეთებულ მილოცვებში მთავარ აქცენტებს და რუბიოს ყოფნას მეზობელ სომხეთში ამ დღეს. დიახ, მთავარი აქ რა არის, რომ ჯერ ერთი ეს არის ფუნდამენტალური კურსი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც სხვათა შორის ჩვენ ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ ამისთანა განწყობის ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ მოენდომებინა ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში ვენესუელას და დამასკოს მოეხდინა გაწევა აღიარების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ეს რო კონდეს ჩვენ ნორმალ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს იქნებოდა დიპლომატებისთვის ძალიან ადვილად გადასაწყვეტი საკითხი. და არის მითითება იმაზე, რომ პოტენციალი არის, მაგრამ სამწუხაროდ ამ პოტენციალს საქართველო ვერ იყენებს. მით უმეტეს ეს ჩანს იმის ფონზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა ბატონი რუბიოსი ერევანში. ეს საბოლოო დაადასტურა ამან, რომ ძალიან მყარად იყიდებს ფეხს არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საერთოდ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტებს და უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ სერიოზული ინვესტიციები სომხეთში. სამწუხაროდ ჩვენ ამის პროცესის მიღმა ვრჩებით, მაგრამ შესაძლებლობა ჯერ კიდე არსებობს. მე ურჩევდი ჩვენ სამშენებლო კომპანიებს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ სახელმწიფო მათ დაუჭერს მხარს, რომ საკუთარი შეთავაზება გააკეთონ ამ პროექტის რეალიზაციის კონტექსტში, რაც მოგცემს საშუალებას მცირეოდენ, მაგრამ მაინც დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ პროცესში და შემდგომში ეს გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ. რა ვიცი ხა რამდენად ასე თქვა ამ კატეგორიებით რამდენად აზროვნებთ დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კარგი იქნებოდა, ხოლო ვინმეს რო ეთქვა 15 წლის წინ, რომ სახელმწიფო მდივანი იქნებოდა ერევანში 250 კილომეტრის მოშორებით თბილისიდან 26 მაისს და არ მოულოცავდა საკუთარი ჩამოსვლით ქართველებს ამ დღესასწაულს, ძალიან გაგვიკვირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მთავარი ახლა ამოცანა რა არის, ყოველი შემდეგი 26 მაისი იყოს უკეთესი ვიდრე წინა. ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, მაგრამ სამომავლოდ ეს ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. კი ბატონო, და აქცენტები, რომელიც იყო ამ მილოცვებში, ქართველი ხალხის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის და ორივეგან იყო აქცენტი, რომ ეს წელი შეიძლება იყოს შესაძლებლობების წელი, ხო? აი ამაში რა იგულისხმება, ყველა ელოდება, როგორ შეიძლება, რა პოლიტიკა შეიძლება ვნახოთ ჩვენ შეერთებული შტატების მხრიდან, ეს კითხვა ხშირად ისმება, მაგრამ ეს პოლიტიკა ჩანს ადგილზეა, ხო? შეერთებული შტატები არ ცვლის პრინციპებს, მიდგომებს, რამდენჯერმე მოიწერა, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ რაღაცა დონის ურთიერთობა აღდგეს, ხო? დიახ, ეს იცის ყველამ, ეს იცის ხელისუფლებამ, ეს იცის ოპოზიციამ, ეს იცის სამოქალაქო საზოგადოებამ და ეს გამოიხატება ეს პრიორიტეტები სამ მაგიურ სიტყვაში. ეს არის პატიმრები, კანონები, არჩევნები. ამ სამი მიმართულებით უნდა მოხდეს სერიოზული ტრანსფორმირება ქართული ოცნების პოლიტიკის, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ ის პოტენციალი, რომელზეც არის საუბარი ბატონი ტრამპის და ბატონი რუბიოს წერილში, ამ პოტენციალის იმპლემენტაცია მოვახდინოთ ორმხრივ ურთიერთობებში, რაც თავისთავად შემდგომში ურთიერთობების შესაძლებლობებს გახსნის ასევე ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით. ბატონო ვალერი, თქვენ კარგად ხედავთ სურათს ახლა საერთაშორისო ასპარეზზე. აი მოკლედ რომ აღწეროთ, რატომ არ ლაგდება ეს სურათი ავტორიტარების სასარგებლოდ? თუ შევხედავთ რუსეთ-უკრაინის ომსაც, რატომ უნდა დადოს ფსონი ივანიშვილმა თუნდაც საკუთარი გადარჩენისთვის ახლა არა იმ მხარეს, რაზეც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს დებდა? აი ამის პოტენციალი არსებობს თუ ცვლილების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ქართულმა ხალხმა და საქართველომ აი შესაძლებლობები ახლა გახსნილი რეგიონში გამოიყენოს? არა,
იცით, ნუ ახლა ცხადია და ყველა ამას ხედავთ, უბრალოდ არ არის ადამიანი, რომ ბალანსი უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის სასარგებლოდ იცვლება და შესაბამისად მე ვფიქრობ ახლა, ნუ ქართულ ოცნებაშიც ხო თქვათ არის რამოდენიმე თქვათ სერიოზული ვიღაც ადამიანი ან ექსპერტი, რომელიც ამას აანალიზებს და ეს სერიოზული თავის ატკივარია დღეს ვფიქრობ ქართული ოცნებისთვის და დროა უკვე რომ სერიოზულად იზრუნონ რაღაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტის გადალაგებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდა, მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ თანხმობა ბატონი ირაკლი კობახიძეს რომ შეხვედროდა და დალაპარაკებოდა პრეზიდენტ ზელენსკის ერევანში, ზუსტად იმითი იყო განპირობებული, რომ ხედავენ თბილისში, ყველა ხედავს უკვე თბილისში, რომ რუსეთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას წინ და ახლა არავის ინტერესში არ არის რომ დაკნინებული, ასე ვთქვათ, დასუსტებული ძალის ჭtilში მოექცეს. ეს არაფერს კაკს არ უხადის არავის, მათ შორის ქართულ ოცნებასაც. ამიტომ ნუ დროა უკვე ამაზე ფიქრი დაიწყონ და ეს ფიქრი უნდა გამოიხატებოდეს ამ სამ პრიორიტეტში და კომპრომისებში ამ სამი მიმართულებით. ისე ვამბობ, ეს არის პატიმრები, კანონები, არჩევნები. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ძალიან კარგი ქართული ოცნების მხრიდან, რომ გამოეშვათ მაგალითად ქალბატონები მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია საპატიმროდან. ყველა დანარჩენი პოლიტპატიმრების მიმართ დიდი პატივისცემით, მაგრამ ეს იქნებოდა ძალიან კარგი გზავნილი და ძალიან დროული, რაც ადრე მით უკეთეს. კი ბატონო, ვალერი, აი დღეს სადაც გახართ ახლა, დღეს რა დღეა? 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღეა, მაგრამ ერთმანეთის კიდევ ერთხელ დანახვის დღეა. ალბათ რეჟიმს ძალიან ჰქონდა იმედი, რომ ეს ხალხი შეშინდებოდა, საქართველოდან წავიდოდა, სახლებში შეიკეტებოდა და ასე შემდგომ და აი ეს რა განაცხადია ამ კრიტიკული საზოგადოების მხრიდან დღეს რატომ არის მნიშვნელოვანი იქ ყოფნა, სადაც თქვენ ახლად გახართ და რეჟიმის პასუხი აი მობილიზაციაც არის ამ წუთებში, ესე იგი ჭიჭინაძის მხრიდან ქუჩის ნაწილზე მობილიზებაა განსაკუთრებული ძალების, ხომ, რაღაცა პარლამენტის ცარიელ შენობას ამაგრებენ, ეს ტრადიცია აქვთ ხოლმე და იქიდანაც რაღაცა აი აპარატურა არ შეატანიდეს, რომ აი ხმა ვერ გაიგონ ადამიანებმა, ტრადიციული ხრიკები რაც აქვთ ხელთ. მაგრამ რატომ არის ეს დღე მნიშვნელოვანი და რისი თქმა არის მნიშვნელოვანი ამ დღეს თქვენი აზრით? იცით რა, მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ყოველი 26 მაისი იყოს უკეთესი ვიდრე წინა 26 მაისი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ, იმიტომ ახლა უყურებ ამ ხალხს ძალიან ნათელი, გახსნილი სახეები, ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანები არიან შეკრებილები და რა თქმა უნდა სოლიდარობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მე თან ვატყობ აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ უბრალოდ სიამოვნებთ ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვინც აქ ვართ, ვიცით რისთვის ვართ. ვართ იმისთვის, რომ ავაშენოთ უკეთესი საქართველო, გქონდეს უკეთესი უსაფრთხოება, გქონდეს უკეთესი ხარისხის კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები და ეს არის ჩვენ მთავარი ამოცანები, რომელიც ერთიანად გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და ახლა ამას ამ მაგისტრალურ ისტორიულ, ასე ვთქვათ, განვითარებას ვერავინ ვერ შეაჩერებს. კი ბატონო. რაც უფრო კარგად გაითავისებს ამას ყველა, მით უკეთესი იქნება და აქ შეკრებილი საზოგადოება ძალიან კარგად ითავისებს ამ მთავარ ამოცანებს. მადლობა ბატონო ვალერი ჩეჩელაშვილს.